მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. მოკლედ ხუთშაბათია, როგორც ყოველთვის, ჩვენი ტრადიციულად დღევანდელი პოდკასტის წარმომადგენელი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting-ი. და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ხშირად როდესაც ზოგადად ბიზნესებზე ვსაუბრობთ, გონია რომ ყველაფერი ინვესტიციებით, ტექნოლოგიებით, ეკონომიკით და ინფრასტრუქტურით იწყება. მაგრამ თუ დავფიქრდებით, ყველა წარმატებული ბიზნესი, ყველა წარმატებული პროფესიონალი თუ ლიდერი, ოდესღაც იყო ბავშვი. სწორედ ამიტომ დღეს ვსაუბრობ თემაზე, რომელიც ერთი შეხედვით ეხება მშობლებს, თუმცა რეალურად ეს ეხება გაცილებით მეც და ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს რა. თუ გვინდათ დღეს ძლიერი ეკონომიკა, კონკურენტუნარიანი სამუშაო გარემო და ზოგადად განვითარებული საზოგადოება, ალბათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება, ხო? სად იწყება ეს ყველაფერი? იწყება უნივერსიტეტში, იწყება სკოლაში თუ კიდევ უფრო ადრე. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ სკოლამდელ განათლებაზე. და ჩვენი მოკლედ ამ თემას გაუძღვება ტრადიციულად ჯონი ჩონიაძე, რომელიც წარმოადგენს DPT Consulting-ს. ჯონი, მოგესალმები და მე მინდა რომ წარვადგინო ჩვენი სტუმრებიც. ჩვენთან არიან ნინო ხითარიშვილი და მარიამ გოგინაშვილი, ბოდიში, რომელიც წარმოადგენენ სივრცე განვითარებისთვის ჩვენთან ერთად და არიან დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები. მოკლედ, ჯონი, დღეს ესე თემას ვეხებით, რომელიც რეალურად არის, მოდი ესე ვიტყვით რა, ალბათ არის ფუნდამენტი, რომელზეც მერე შენდება ზოგადად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება რა და ძალიან მნიშვნელოვანი თემა ავირჩიეთ და სიტყვას გადმოგცემ შენ. კიდევ ერთხელ გამარჯობა, მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის, მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. ხო, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ვინც მშობელია, ყველას უფიქრია და დიდი გასაჭირი, სად მივიყვანო ბავშვი, რომელი ბაღი ავარჩიო, როგორ ავარჩიო და ზოგადად ამ სფეროში რა რეალობა, რა გარემო გვაქვს დღეს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩემი ბავშვი იყო ბაღის ასაკის, მე არ მქონდა ამაზე ინფორმაცია, დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ სავარაუდოდ ახლაც იგივე პრობლემა არის. და მთავარი შეკითხვა, რაც ჩვენს გადაცემასაც ჰქონდა სათაურად და ჩვენი მეგობრები, ძვირფასი ადამიანები რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა, რადგან ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მოგვაძლევიან, მათ შორის ამჟამინდელი საქმიანობიდან, მაგრამ ამავე დროს არც თუ ისე შორეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან თავად იყვნენ ჩართულები იმ გარემოს შექმნაში, სამართლებრივ გარემოს შექმნაში, რომელიც დღეს არსებობს და ამაზე მეტნაკლებად დაწვრილებით ვისაუბრებთ. ნინოსთან გადავალ პირველ შეკითხვით. ნინო, რა არის ხარისხიანი საბავშვო ბაღი? როგორ ავარჩიოთ? რა კრიტერიუმებს დაყრდნობით და ზოგადად ხარისხი ამ მიმართულებით ამ სფეროში რას ნიშნავს? დიდი მადლობა, მოგესალმებით, სერგო, ჯონი, მადლობა თქვენ პოდკასტში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან კარგ სეზონზე შეარჩიეთ ეს თემა, იმიტომ რომ ზუსტად ახლა იწყება ბაღებში რეგისტრაციები და შესაბამისად მშობლებისთვის ვფიქრობ ის ინფორმაცია, რომელსაც დღეს მოისმენენ თქვენი პოდკასტიდან, იქნება ძალიან საინტერესო. ძალიან სწორი აქცენტები დასვა სერგომ თავის შესავალ სიტყვაში, როდესაც საუბრობდა, რამდენად მნიშვნელოვანია და რომელი საფეხური უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს წარმატებული და მე კითხვაზე პასუხი სწორედ ამ აქცენტებით მინდა დავიწყო, მინდა რამდენიმე პერსპექტივიდან შეგახედოთ და მოგიყვეთ, რა გავლენა აქვს ზოგადად სკოლამდელ განათლებას ქვეყნის ეკონომიკაზეც და პიროვნულად ადამიანის განვითარებაზეც. მე მგონი მნიშვნელოვანია ეს სიტყვათა თანწყობა, რომ სკოლამდელი განათლება ქვია ამას და არა სხვა სახელი ხო, იმიტომ რომ ესეც რაღაც საფუძველი არის რაღაც მნიშვნელოვანი პროექტის, რაც მერე უნდა შედგეს ჩვენი შვილებისგან. ნამდვილად ასია. შეგვიძლია დავიწყოთ ნეირო განვითარების კუთხით, ნეირო განვითარებიდან თუ განვიხილოთ სკოლამდელი განათლების მნიშვნელობას, ბოლო კვლევები, მათ შორის ჰარვარდის ბავშვის განვითარების ცენტრის კვლევებიც ადასტურებს, რომ 5 წლამდე პერიოდი არის ის ოქროს პერიოდი, როდესაც ადამიანის ტვინში 90% ნეირონებისა ვითარდება და ერთმანეთთან კავშირს ამყარებს. შესაბამისად, ადამიანის ტვინის არქიტექტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. აქედან გამომდინარე გარემო, რომელშიც იზრდება ბავშვი, რამდენად ხარისხიანია, რამდენად მასტიმულირებელია, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეკონომიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ამაზეც არსებობს ბევრი კვლევა, მათ შორის ჯეიმს ჰეკმანის კვლევა, რომელიც ნობელის პრემიანტია და ლაურეატია და მან აღმოაჩინა და დათვალა და დაადგინა, რომ $1, რომელიც არის ჩადებული სკოლამდელ განათლებაში, იძლევა $7-დან $13 უკუგებას მომავალში.
ანუ საკმაოდ დიდი უკუგების მაჩვენებელია. და ეს მაჩვენებელი გადის შემდეგ ასპექტებზე. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ ბაღში, უფრო კარგი აკადემიური მიღწევებით ხასიათდებიან სკოლაში, უფრო დიდი ალბათობით აგრძელებენ განათლებას პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, 40%-ით უფრო კარგად საქმდებიან, უფრო სტაბილური ოჯახური მდგომარეობა აქვთ და ამასთანავე ძალიან მცირდება დანაშაულში, კრიმინალში ჩართულობის მაჩვენებელი და სოციალურ ზღვარს ქვემოთ ასეთი ადამიანების ყოფნის მაჩვენებელი. ნინო, ისა უკაცრავად, რომელი ქვეყნის მაგალითი არის ეს კვლევა ჩატარებული? ეს არის ამერიკის. ხო, აი რატო ვკითხულობ ახლა გეტყვით. იქაურ სკოლამდელ განათლებას, ანუ ხარისხზე ვსაუბრობდით და სკოლამდელი განათლების ხარისხი ალბათ მნიშვნელოვანია აქ, თუ უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა ბაღი იყოს და ბავშვი სკოლამდელ პერიოდში რაღაცას აკეთებდეს სადღაც სოციალურ ადგილზე, ეგ არის მნიშვნელოვანი თუ ხარისხიანი ამავდროულად. ხარისხიანი. აქ არის საუბარი ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ არსებობს ლონგიტუდური კვლევებიც, არსებობს პერის პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში 40 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ბავშვებს, ანუ იყო ბავშვების ორი ჯგუფი აღებული, ერთი რომლებიც ბაღში დადიოდნენ, მეორე რომელიც არ დადიოდა ბაღში და 40 წლის განმავლობაში როცა აკვირდებოდნენ, აქაც აღმოაჩინეს, რომ ისინი ვინც სარგებლობდა ბაღის სერვისებით, უფრო კარგი ემოციური თვითრეგულაციით გამოირჩევა და უფრო მაღალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდა შემდგომში, ვიდრე ის ბავშვები, ვისაც ეს სერვისი არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, უკვე არა თეორიულ, არამედ კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ სკოლამდელი განათლება, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება არის მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე საკითხია და თქვენს კითხვას დაუბრუნდები ჯონი, როგორ გავზომოთ ეს ხარისხი და რას ნიშნავს ხარისხი სკოლამდელ განათლებაში. ამ ნაწილში ესე ზედაპირულად შეფასება ცოტა რთულია, იმიტომ რომ განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით აქ არ გვაქვს გაზომვადი ინდიკატორები, რომელიც ყოველთვის ნაცნობია, თვალსაჩინო და ადვილად შედარებადია. მაგალითად, ბაღში ირიცხება ყველა დამთავრებს ყველა, ბაღში არ არის ნიშნები, ბაღის დამთავრების შემდეგ არ გაიცემა რაღაცა დოკუმენტი, რომ შენ წარმატებით დაამთავრე ან ვერ დაამთავრე. შესაბამისად, სოციალური ფენისთვის, ანუ ფართო მოსახლეობისთვის შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს და რთული შესაფასებელი იყოს, რითი განსხვავდება დიახ ხარისხიანი სერვისი, ჩვეულებრივი, თქვათ, ნაკლებად ხარისხიანი ბაღისგან. რატომ დღეს ხარისხს როგორ ვაფასებთ რა? მშობლები რომ იწყება ბავშვების რეგისტრაციის პერიოდი, ივლისი ხო? ივლისს ვავშდები და ეს არის როგორ ეკითხები ვინმე ნაცნობს, რომელ ბაღში დაკავდა, კარგი ბაღი ან Facebook-ში დაწერ, კომენტარებს დაწერენ და ესე არჩევ რა. ხო, ეს არის მშობლების სოციუმში გაცვლილი ინფორმაცია და რეკომენდაციები ძირითადად. ობიექტურად დამოუკიდებლად გადამოწმებისთვის რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღებას, მე არ ვიცოდი და ალბათ ბევრმა არ იცის დღესაც. ამიტომ დაგვეხმარეთ ამ ამბავში. ამიტომ ამ ამბავშიც გაგარკვევთ და ამ ამბავში რომ გაგარკვიოთ, ჯერ უნდა გითხრათ, რომ ბაღი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას. ერთი არის აღზრდის ფუნქცია, მეორე არის განათლების ფუნქცია და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აღზრდა უკავშირდება ჯანმრთელობას, განათლება უკავშირდება კოგნიტურ განვითარებას. შესაბამისად, ჯანმრთელობის კონტექსტში რო ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი არის ბაღის შენობა, რამდენად კარგად არის განათებული, როგორ ნიავდება, როგორ არის მოწესრიგებული კვების საკითხი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ფიზიკური უსაფრთხოება რამდენად არის დაცული, რამდენი ბავშვია ჯგუფში, რამდენი მასწავლებელი არის ბავშვთან. ეს არის ის კითხვები, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა დასვას ბაღის არჩევის პროცესში და ასევე, როდესაც ექნება მას პირველი ვიზიტი და დაათვალიერებს ბაღს, აი ამ საკითხებს უნდა დააკვირდეს. შეკითხვა მაქვს ერთი ამ ნაწილში. ეს ინფორმაცია რაც ჩამოთვალეთ, ძალიან უმნიშვნელოვანესი არის, როგორც აღნიშნეთ, ამ ხარისხის შეფასებაში. მოდი ასე ვთქვათ, შესაბამისი დაწესებულების არჩევისა მათ შორის. სადმე ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია თუ აუცილებლად ფიზიკური ვიზიტი არის კონკრეტულ ბაღში საჭირო, რომ ეს ყველაფერი დაათვალიეროს, ან თან სწორედ უნდა შეაფასოს ამ დროს მშობელმაც, რა იცის ხა რამდენი მასწავლებელია საჭირო პირობითად. ხო, გამოცდილება ხომ არ გაქვთ ისეთი, რომ ბაღებს ყავთ ვინმე გამოყოფილი ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტებში ხოლმე ღიაკარის დღეები და ექსკურსიას ატარებს ერთი ადამიანი, რომელიც უხსნის სტუდენტს ყველაფერს. რაღაც ესეთი პრაქტიკა ხო არ ქონია აქ. აი ეს დავამატებდი რა კიდე, რომ აი კერძო ბაღების შემთხვევაში ან რამდენად მოწმდება ეს პარამეტრები, ხო, ანუ იგივე ვენტილაციის ამბები, ხო, და ასე შემდეგ, ანუ ეს შეიძლება იყოს უკვე არგუმენტი, რომ ანუ მე აღარ გადავამოწმო რა და ამას არეგულირებს სახელმწიფო. კი ბატონო,
რეგულაციებთან. კი. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. რაც შეეხება ხარისხის ესეთ ხელშესახებ გაზომვად ინდიკატორებს, რომლებიც აღზრდის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ნინომ აღნიშნა, რომ აღზრდა და განათლება ორი ფუნქცია არის და ეხლა მინდა დავაზუსტო, რომ მხოლოდ აღზრდის ნაწილზე ვსაუბრობთ, რომ განათლება არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა და მერე გადავალთ განათლებაზე. საკითხები, რომლებიც არის ესეთი ხელშესახები და თვალსაჩინო, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონაც დავინახოთ, როდესაც საბავშვო ბაღში შევალთ, მაგრამ მართალია, სწორად აღნიშნეთ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას შევადარო, რა არის ის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს. ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო საქართველოში 2016 წლიდან და 2016 წელს მიიღო საქართველოს მთავრობამ პარლამენტმა კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძირითად სტრუქტურას, რა უნდა იყოს საბავშვო ბაღის ხარისხი, როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს საბავშვო ბაღის ჯგუფში, რა საკობრივი კატეგორიები უნდა იყოს და ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტების შემუშავების ვალდებულებას აწესებს ეს კანონი. რა არის ახლა ეს ძირითადი მიმართულებები? პირველი ეს არის ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით როგორ უნდა იყოს მატერიალური ბაზა მოწყობილი საბავშვო ბაღში, ეზო, შენობა, ოთახები და ასე შემდეგ. მეორე ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ასევე დამტკიცებული არის საქართველოს მთავრობის აქტით და სავალდებულო არის საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საჯარო და კერძო საბავშვო ბაღისთვის შესასრულებლად. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სანიტარული მიმართულებით რა პროცედურები უნდა ტარდებოდეს და როგორ უნდა დაიცვას საბავშვო ბაღმა ეს ნაწილი, რომ ჰიგიენური მდგომარეობა იქნას შენარჩუნებული და რატომ არის ახლა ეს აღზრდის საკითხში ესეთი მნიშვნელოვანი. განათება, რაც ახსენა ნინომ, არის ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ განათებულ ოთახში იჯდება ბავშვი, ის მაინც თამაშობს, არ წერს, არ კითხულობს, მაგრამ განათების კოეფიციენტი არის ბავშვის თვალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ამ ასაკში 0-დან 6 წლამდე, როდესაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისში არის ჩართული ბავშვი, ყალიბდება მისი არა მხოლოდ გონება, არამედ სხეულიც და სხეული სწავლობს, როგორ გარემოსთან ადაპტირდეს. ბავშვებს აქვთ რაღაცა ბავშვებს რა ადამიანებს ბავშვობის ასაკში აქვთ ესეთი მოქნილი სხეული და როგორ გარემოსაც დავახვედრებთ, ისეთნაირად გამოიმუშავებს და ადაპტირდება. თუ დაბალ განათებაზე მივაჩვიეთ ბავშვები, რომ მუდმივად დაბალი განათება არის, მათი თვალი გაცილებით უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს იმისთვის, რომ გარჩევადობა, ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასე შემდეგ ჩამოიყალიბოს. სკოლამდელი ასაკი მნიშვნელოვანია აქ. სხვადასხვა ტიპის ფიზიოლოგიური მიმართულებები სხვადასხვა ასაკში ასრულებს განვითარებას და ამაზე აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ კიდე სხვა ცალკე გადაცემის თემა არის ეს. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი, რასაც ყურადღებას მივაქცევ სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მშობლების ტკივილი, რაც არის ხოლმე, განსაკუთრებით იმ მშობლების, რომლებსაც პირველი წელი, რომელი ბავშვებისთვისაც არის და ახლად რომ მიყავთ ბაღებში, ეს არის ვირუსული პერიოდები. ერთი კვირა მიმყავს კი, ცნობილი ტკივილი არის, ერთი კვირა მიმყავს ბავშვი საბავშვო ბაღში, მერე ორი კვირა სახლში მყავს და ავად არის. იმიტომ რომ მთელი ოჯახი ხართ ავად მერე, ხო? იმიტომ რომ მერე მთელ ოჯახს გადაედება ეს ავადობა და მოკლედ ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხი არის საზოგადოებისთვის და ეს ორი მიმართულებით ეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. ერთის მხრივ ბავშვის იმუნიტეტი პირველად ახდენს სოციუმთან შეხებას ოჯახის გარეთ და ოჯახში მხოლოდ 5 ადამიანთან, მაქსიმუმ 6 ადამიანთან უწევს შეხება და მათი იმუნური ფონი დაახლოებით ერთი და იგივე არის და როდესაც საბავშვო ბაღში მიდის ბავშვი და იქ ხვდება 30 ბავშვი კიდევ განსხვავებული ოჯახური იმუნიტეტით, ხო? და ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს, იქ ცოტა რთულდება ბაქტერიებთან და ვირუსებთან ადაპტაციის საკითხი. პირველი შეხება ორგანიზმის ნიშნავს, რომ ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს რაღაცნაირად ბრძოლის უნარიანობა და იმუნიტეტი ჩამოიყალიბოს. მშობლები რომ დავამშვიდოთ, ეხლა რამდენი ხანი უნდა გაუძლონ ამ პრობლემას? ინდივიდუალურია. ესეთი გამოწერილი რეცეპტი არ გვაქვს, რომ აი სამ კვირაში დაამთავრებ. მაგრამ შეგვეგულები უნდა იყვნენ, რომ ეს აუცილებლად ეს ნორმა ალბათ, ხო? ეს არის იმუნიტეტის გაძლიერების ნიმუში, კლასიკური ნიმუში, მაგრამ მეორეს მხრივ საბავშვო ბაღს რა შეუძლია გააკეთოს და მშობელს რა შეუძლია მოითხოვოს. სწორედ ამას აწესებს
აკეთებს სანიტარო-ჰიგიენური ნორმების რეგლამენტი, ხო, რომ განიავება როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ დახურულ სივრცეში გაცილებით მეტი არის გავრცელების რისკი ბაქტერიების. დასუფთავება როგორ უნდა მოხდეს, სველი წესით უნდა დასუფთავდეს, მშრალი წესით. ინსტრუქციები აქვთ ბოდიში, ანუ ყველა საბავშვო ბაღს, აბსოლუტურად ყველა საბავშვო ბაღისთვის არის ერთნაირი რიგი საკითხები, არის დადგენილებით არის დადგენილებით არის მოწესრიგებული. იმდენი შეკითხვა შეიძლება. აი, ყველაფერს თანმიმდევრულად შეკითხო. ვინმე ამოწმებს თუ არა, მოდი შემოწმებას ბოლოში გადავიტან, იმიტომ რომ ყველაფრის შემოწმებაზე ერთიანად ვისაუბრებ. შემდეგი, რასაც განსაზღვრავს სტანდარტულად მთავრობის დადგენილება, ეს არის კვების რეგლამენტი. ჯანსაღი კვების უნარების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ადრეული ასაკი, ხო? იმიტომ რომ ბავშვის ორგანიზმი ზუსტად ამასაკში კვების მიმართულებითაც იყალიბებს ჩვევას და ეს შემდგომში გავლენას ახდენს როგორი მეტაბოლური სისტემა იქნება ბავშვს, რამდენად ჯანმრთელი იქნება ბავშვი და ჯანსაღი კვება არ არის მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა. საკვები არის საწვავი, რომელიც გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც მერე ბავშვს სჭირდება იმისთვის, რომ კოგნიტური განვითარებისთვის რაღაცა მოქმედებები გააკეთოს. შეკითხვა მიჩნდება ეხლა თან მეში. აბა. ანუ ეს სტანდარტები როდიდან დადგინა? საბჭოთა ბაღები აკმაყოფილებდა ამ სტანდარტებს. ანუ რამდენად უკეთესები იქნებიან ამ პირობებში გაზრდილი ბავშვები ჩვენი თაობისგან, ეგ მაინტერესებს. ძირითადი ნაწილი, ეხლა ქართულ კანონმდებლობას შევადარებ, საერთაშორისო კანონმდებლობას არ შევეხები. ეს რეგლამენტები საქართველოში 2016-ში კანონი იქნა მიღებული და 17-18 წელი არის ის პერიოდი, როდესაც დამტკიცდა ეს დანარჩენი კანონმდებლობა მარეგულირებელი. ძირითადი ნაწილი სიმართლე რო ვთქვათ, უმეტესად თანხმედრაში არის საბჭოთა კანონმდებლობასთან და ის კანონმდებლობა, რომელიც იყო მანამდელ პერიოდში, არის გადამუშავებული და დახვეწილი. თუმცა 2018 წლის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი პერიოდი დღემდე და თუნდაც ნუტრიციოლოგიაში თითქმის ამოყირავდა ბოლო წლის მონაცემებით ამოყირავდა მთლიანად ნუტრიციის სისტემა და საფუძვლები რაც არის და თავდაყირა დააყენეს ჩვენი ჯანსაღი კვების პირამიდა და ეს არის ახლა ახალი რეკომენდაციები. ამიტომ ბუნებრივია გადახედვა საჭიროებს. რამდენად მოქნილი არის ეს რეგულაციები და რამდენად ღია არის ცვლილებებისკენ? ხო, ისეთი სფერო არის. ძალიან კარგი კითხვა არის. მუდმივად ვითარდება, ხო, თავად აღნიშნე რომ ეს წელში შეიცვალა. რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ ორ დღეში მოვერგოთ პირობითად, რამდენ რავადად საჭიროა იმ ვადაში მოვერგოთ ამ ცვლილებებს. ნამდვილად ძალიან ისეთი საჭირო საკითხი არის და მტკივნეული საკითხი არის ჩვენი საზოგადოებისთვის. თვითონ კანონში არის ჩანაწერი, რომ 5 წელიწადში ერთხელ რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს შესაბამისმა სამინისტრომ და ცვლილებები დააინიციროს კონკრეტული მიმართულების რეგულაციებში, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ბავშვის განვითარების სტანდარტებში გვაქვს ცვლილებები ასახული და დანარჩენი სტანდარტები სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაშია, როგორც დამტკიცდა. ამას სამინისტრო აკეთებს, ამ გადახედვა სამინისტრო. მიმართულების სამინისტრო, აი ჯანდაცვის სამინისტრო არის მაგალითად კვების მიმართულებაზე და სანიტარულ-ჰიგიენურზე, განათლების სამინისტრო არის კურიკულუმზე და ბავშვის განვითარების თავისებურებებზე და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კურიკულუმზეც უნდა ვისაუბროთ. აუცილებლად. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურას აფასებს მშობელი და ამ დეტალებს რაზეც ისაუბრეთ, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემო, სადაც ბავშვი ისწავლის. როგორი ისწავლის და რა მეთოდით ისწავლის, ხო? იმიტომ რომ ხშირად გამიგია, რომ რას ისწავლის? ხო, რას ისწავლის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც სტანდარტულად ისე უნდა ისწავლოს, როგორც სკოლაში ასწავლენ, აბა დავსხდეთ, წავიკითხოთ, დავწეროთ ამბავი თუ სხვა რაღაცები უნდა აკეთონ ამ ბავშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ რა უნდა გაითვალისწინოს მშობლებმა, რა გარემოებებს უნდა მიაქციონ ყურადღება და ეს ინფორმაცია სად უნდა მოიძიონ და სად უნდა ნახონ. ერთი აქედან ვეთქვი, რომ მაცნეგოვჯიზე ქვეყნდება ნორმატიული აქტები და იქ შეუძლიათ გადაამოწმონ. ძალიან მარტივად დასახელებით და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესეთ. მეორე, რო წავიკითხავ იქ რა უნდა გავიგო. ხო. ეს ცოტა რთული საკითხია გაგების ნაწილი, იმიტომ რომ გარკვეულწილად მოითხოვს მაინც ცოტათი იურიდიულ ცოდნებს, ცოტათი სპეციფიურ დარგობრივ ცოდნებს, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ხა კურიკულუმის საკითხს, მე დაუბრუნდები განათლების ხარისხის შეფასებას, ანუ აღზრდაზე ვისაუბრეთ მეტნაკლებად, ეხლა განათლებას შევეხოთ. განათლების ხარისხის შეფასება კიდევ უფრო რთულია მშობლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ცოტათი უხილავი, ისე მარტივად არ ჩანს, როგორც თქვა შენობას შევხედე, რაღაცა ღობე მთლიანია, გამოშვერილი ნაწილები არ აქვს,
აქვს, იქ რაღაცა საქანელები არ არის გატეხილი. განათლების ნაწილში ეს ცოტა რთული დასანახია. და რა უნდა იცოდეს და რა კითხვები უნდა დასვას საქმშობელმა, როდესაც მივა ბაღში ღიაკარის დღეზე და დაიწყებს კონკრეტული სივრცის შესწავლას. პირველი უნდა დაიცვას კითხვა, რა პროგრამით მიდიხართ, რა საგანმანათლებლო პროგრამა გაქვთ დანერგილი. ყველა ბაღი ვალდებულია რომ ჰქონდეს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა, კურიკულუმს ვეძახით უფრო ასე ვთქვათ ფორმალურ ენაზე ამ დოკუმენტს და კარგი ამბავი ის არის რომ საქართველოში არსებობს ეროვნული კურიკულუმი, რომელიც არის დაწერილი და მზა, ამ კურიკულუმს ქვია თამაში და ეს თამაში შეუძლია აიღოს და გამოიყენოს ყველა ბაღმა, როგორც კერძო, ისევე საჯარომ და შესაბამისად ეს კომპონენტი ექნება მოწესრიგებული და გათვალისწინებული. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი განათლების ხარისხის შეფასებისას არის კომპეტენცია, იმ პერსონალის კომპეტენცია, აღმზრდელების, აღმზრდელ პედაგოგების, ვინც უძღვებია საგანმანათლებლო პროცესს. მაგას მშობელი უფრო რთულად შეაფასებს. რთულად შეაფასებს, კი, ამიტომ ამბობ, რომ ეს კომპონენტი ცოტათი რთულად შესაფასებელია. თუმცა კონტროლი არსებობს და იმ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. კი, და ამ კონტროლამდეც დიახ მივალთ. მესამე და მნიშვნელოვანი არის იმ გარემოს შეფასება, სოციალურ ემოციურ გარემოს ვსაუბრობ აქ და არა ფიზიკურ გარემოზე, რაც არის ბაღში. ანუ ის აურა, ის ატმოსფერო ყოველთვის იგრძნობა ხოლმე. გარდა ამისა, სასურველია თუ მშობლები ისეთ პერიოდში მივლენ ბაღში, როდესაც იქ არის აქტივობები, ან აქტიური პერიოდი. და უბრალოდ შეხედავს და დააკვირდება, როგორი ინტერაქცია ბავშვსა და აღმზრდელს შორის. არის ეს თანამშრომლობითი თუ არის უფრო დირექტიული. ასე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი კავშირებია თვითონ პერსონალს შორის, იმიტომ რომ ბავშვები ყოველთვის სწავლობენ მაგალითით და ქცევით. ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვესაუბროთ ბავშვს, შეიძლება არ ვიცი დღეების განმავლობაში რაღაცაზე ვესაუბრო, მაგრამ საპირისპირო ქცევას თუ ვაჩვენებ, ის საპირისპირო ქცევის მოდელირებას უფრო სწრაფად გააკეთებს, ვიდრე იმ წინა მთელი ნარატივისა, რაც მოვუყევი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსებს შორის კომუნიკაციაც იყოს, თანამშრომლობით, იმიტომ რომ ბავშვები ამას უყურებენ და მე ამას იღებენ თავიანთ ურთიერთობებში. მშობელს შეუძლია ეს მოითხოვოს, აი მინდა დავაკვირდე პროცესს და რაღაც ამ სამუშაო დროს შემიშვით სივრცეში რომ შევხედო, რა თქმა უნდა, ხელშეშლის გარეშე. ეს უფლება არის თუ კეთილნებაზეა დამოკიდებული. კერძო ბაღებში მესმის ინტერესი აქვს და გამოყვება ვიღაცა და დაგათვალიერებინებს სილამაზეებს გაჩვენებს, მაგრამ საჯარო ბაღში როგორი ამ სიტუაცია არის? ხო, იქ მოხარებელი ხარ და აქ და კიდევ ერთი შეკითხვა მქონდა მე მგონი მნიშვნელოვანი. რაიმე კონკურენცია ბაღებს შორის არის თუ არა და ეს სკოლა მაგალითად შეიძლება გაზამოს, რომ ჩემი სკოლა დამთავრებულების 80% ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და კარგი სკოლაა და იქ როგორ ფასდება ეს? იმიტომ რომ კონკურენცია ბევრ რაღაცას აუმჯობესებს. კი ბატონო. რაც შეეხება დასწრების პროცესს, ყველა ბაღს ევალდებულება რომ მქონდეს ტრანზიციის მექანიზმი. ტრანზიცია გულისხმობს, რომ ბავშვი, როდესაც მიდის ბაღში, როგორ მოხდება შეგუება და ჩართულობა, ამისი სპეციალური ღონისძიებები უნდა გაატაროს ბაღმა. აი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს სწორედ თუ იქნება მშობლის სურვილი და თუ მოითხოვს, ასე ვთქვათ, უნდა მიეცეს მას უფლება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაყოს თავის შვილთან. ეს ტრანზიციის ეტაპზე ზოგადი რეკომენდაცია როგორია, მშობელი რამდენად უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული? მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ტრანზიციის პროცესში და ტრანზიციის პროცესი მნიშვნელოვანია, რომ ბაღმა დაიწყოს არა პირველ სასწავლო დღეს, არამედ გაცილებით უფრო ადრე. ანუ იქამდე სანამ ოფიციალურად სასწავლო პროცესი დაიწყება ბაღში, იქამდე უნდა მოხდეს ბავშვების მიყვანა ბაღში, გარემოსთან გაცნობა, აღმზრდელთან გაცნობა, ვისთანაც მერე ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, გარემოს დათვალიერება და შემდგომ თანდათანობით, ვთქვათ, ის დღის წესრიგის გაცნობა, რაც მომავალში ელოდება ბავშვს, დათვალიერება, პატარა ექსკურსია ბაღის შენობის ეზოსი, ეს ყველაფერი ბავშვს ეხმარება, რომ შეეგუოს იმ გარემოს, სადაც უნდა გადაინაცვლოს. ნახეთ, ჩვენთვის ძალიან რთულია ზოგადად, როდესაც უბრალოდ ჩვენთვის მარტივია ბავშვს რომ ვეუბნებთ, რომ შენ ბაღში უნდა წაგიყვანო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა არის ბაღი, მაგრამ ბავშვს როცა თვალით არ აქვს ანახი ბაღი, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს სიტყვა ბაღი და სად მიყვავს. ხო, მშობლის მოყოლიდან და გამოდის ესეთი რაღაცა, რომ ბავშვი გარემოში, სადაც იყო ძალიან მიჩვეული, ყველას უყვარდა, ყველა ეფერება და უცებ ხდება გარემოში, რომელიც სრულიად უცხოა მისთვის, აღარც დედა, აღარც ახლობელი ადამიანი, სრულიად უცხო ადამიანი და შეზღუდვები, გარკვეული წესები, რომელიც უნდა დაიცვას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ
დავიწყოთ ტრანზიციის მომზადება თავიდან, ცოტა უფრო ადრე და ეს მშობელი შეიძლება იყოს ამაში ჩართული. მაგალითად, წავუკითხოთ წიგნები ბაღზე, სადაც იქნება ილუსტრირებული ბაღის შენობა, ერთი ბავშვები, რომლებიც ბაღში თამაშობენ, რომ ბავშვს რაღაცა ეს ხატი წარმოდგენებით ჩამოუყალიბდეს რა არის ბაღი. მივიყვანოთ ცოტათი უფრო ადრე, დავათვალიერებინოთ მშვიდ გარემოში, მაშინ როდესაც პირველი დღე არ არის და ყველა არტირის და მოგეხსენებათ როგორი ქაოტურია ხოლმე პირველი რამდენიმე კვირა სანამ პროცესები დაალაგდება. სხვათა შორის ჩვენთან ნაკლებად, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილების მაგალითით შემიძლია მოგიყვანოთ ძალიან კარგი ტრანზიციის მექანიზმები არის, როდესაც ხდება ბავშვის თანდათანობით შეჩვევა და იქ მშობელი სულ ჩართულია პროცესში. ხო, მე მქონდა პრაქტიკაში, ჩემი მეგობრის შვილი მიიყვანეს ბაღში და ზუსტად მაგ მეთოდიკით მოხდა ბავშვის ადაპტირება გარემოსთან, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯერ 1 საათით მიყავდათ ბავშვი, მე 2 საათით მიყავდათ, მე 3 საათით და მშობელთან ერთად ხდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად გაიარა, ხო? კი. და თამშობელი იქვია, როცა ბავშვი დატოვებულია, მშობელი იქვე ტრიალებს, რა თუ რაღაცა იქვე დახვდება და კი და აი ესე ხო. და ესე გაცილებით მარტივი ხდება. ნუ ვერ დავტოვებდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბავშვი არ რჩებოდა, ხო? რაღაც ნერვიულობდა, იმიტომ რომ არა ხო, მაგ დროს რაღაც განშორება, ფიზიკურად მეც ვერ დაუშვი ეს. შენ მიიჩნიე რომ ესე იყო სწორი. არა, ბაღმა მირჩია, აუცილებთან, ანუ კი არ მირჩია. ფაქტიურად მოითხოვა, რომ პირველი რამოდენიმე დღე განსაკუთრებით გთხოვთ, რომ მაინც ახლოს იყოთ და ისე სხვათა შორის ერთ კითხვას დავსვო შენის ნებართვით, ანუ არსებობს ხო ესეთ სტერეოტიპი, რომ კერძო საბავშვო ბაღები, ნუ 100%-ად ავტომატურად ნიშნავს უკეთეს. ანუ რამდენად არის სამართლიანი, ჩვენ ახლა კულისებში ვისაუბრეთ მაგაზე, აი რამდენად სამართლიანია ეს შეფასება რა, იმიტომ რომ მე მაგალითად ამას სხვანაირად უყურებ და თქვენი შეფასება ძალიან საინტერესო იქნება. გააჩნია რას ეს ბევრი მშობლის კითხვაა რა და არ იცის მართლა საწაიღო ანუ ალბათ უკეთეს არანაირი ინფორმაცია არა აქ რა ვაკუუმშია და ვიღაცების ჯერა სოციალურ ქსელებში შევიდა რაღაც ფორუმებზე ვიღაცების რაღაც რჩევებს დაეყნო და ნუ წაიყვანა ბავშვი მე ალბათ უკეთესში ვგულისხმობთ უსაფრთხოებას ბავშვის ალბათ ხმებს ხო აი კომპლექსურად რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს ყובה გაუაზრებლად დასახელებების გარეშე ალბათ იმიტომ რომ გაცნობიერებული არ გვაქვს უკეთესი რაც მაგრამ რაც თქვენ თქვით ის ზუსტად რაც არის დღეს მშობლების ძირითადი არგუმენტი უკეთეს ბაღში და რაც რეალობაც ასე არის პირველი ეს არის ბავშვების რაოდენობა ჯგუფში და აქ ბუნებრივია კერძო ბაღებს აქვთ ის ნიშა აღებული და ზუსტად სწორად არის ბიზნესი გათვლილი, რომ საჯარო ბაღში თუ კანონი აწესებს, რომ ჯგუფში 30 ბავშვზე მეტი არ შეიძლება და 30 და ხანდახან ცოტა მეტიც ირიცხება ხოლმე, კი. კერძო ბაღებს ზუსტად ეს აქვთ აღებული თავიანთ მთავარ კოზირად, ასე ვთქვათ და ჯგუფში, კერძო ბაღში მე ჯგუფში 20 ბავშვზე მეტი არ მინახავს და რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ბავშვები ყურადღება აღმზრდელის 20 ბავშვზე გაცილებით უფრო მარტივი გასანაწილებელი არის ვიდრე 30-ზე და 35-ზე. ამ ბავშვების ჩართულობის ხარისხი გაცილებით მაღალი არის, როდესაც მცირე ჯგუფი არის და ნებისმიერ ტრენინგზე, ნებისმიერ ლექციაზე, ნებისმიერ საგანმანათლებლო მიმართულებაში თქვენც რომ იგიღიათ მონაწილეობა, ხო, 5-7 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ითვლება იდეალურ ზომად. შემდეგ უკვე რაც უფრო იზრდება რაოდენობა, ბავშვებისგან ავტომატურად მცირე ჯგუფები კეთდება და ეს არის საგანმანათლებლო მიმართულების მიმართულებაც ეს კერძოს უპირატესობებზე ვსაუბრობთ ახლა. კერძოს უპირატესობებზე ვსაუბრობთ, რომ ნაკლები ბავშვი არის და ეს არის უპირატესობა, თუმცა თუ ბევრი ბავშვი არის, იქ საგანმანათლებლო მიდგომა ისეთი არის სკოლამდელ განათლებაში, რომ ისედაც მცირე ჯგუფებში უნდა იმუშაონ ბავშვებმა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. და დამეთანხმებით, რომ გამორიცხული არის თუნდაც 20 ბავშვს ერთი და იგივე რაღაცის კეთება უნდოდეს, ხო? ეს ბავშვები თვითონ არ უნდა ალბათ ერთი და ორსაც კი არ უნდა ერთი და თვითონ იგივე. ამ სოციუმში ბავშვები თვითონ იყოფიან ჯგუფებად თუ მასწავლებელი აუცილებელია, ეს ხო თვითონ სტანდარტი ამბობს, რომ თვითონ თავიანთი ინტერესების მიხედვით უნდა გაიყონ. თუ სადმე ესე მექანიკურად ვყოფთ, ეს უკვე არის მიდგომის დარღვევა, მეთოდოლოგიის დარღვევა, ხო? კი ბატონო. მეორე რაც კარგ ბაღს როგორ ავარჩიო, კარგი ბაღი, კერძო ავარჩიო თუ საჯარო ავარჩიო, ყურადღება რასაც უნდა მივაქციოთ, ეს არის საბავშვო ბაღების რეესტრი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში 2023 წელს განხორციელდა რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში აღირიცხა საქართველოში რამდენი საჯარო ბაღი არსებობს. აქ ეს რეესტრი საჯაროდ არის განთავსებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია და პირველ რიგში თუ მინდა მე მშობელი ვარ და საბავშვო ბაღი მინდა
და არა რაიმე დღის ცენტრი, რომელიც უბრალოდ ბავშვის დატოვების ფუნქციით შეიძლება შემოიფარგლებოდეს, მაშინ პირველ რიგში უნდა გადავამოწმო ამ სიაში, რომ ხო არის ეს ორგანიზაცია. ეს რეესტრისთან ხელმისაწვდომი როგორ ეს მოძებნონ? არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული სია და მუდმივად განახლებადი არის ეს სია და კერძოებიც არის ამ რეესტრში? კერძოებიც არის, საჯაროებიც არის მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისი ან დიდი ქალაქები, აბსოლუტურად ყველა რეგიონი პატარა მცირე ორბავშვიანი ბაღიც კი არის შეტანილი ამ სიაში. ეს არის მეორე კრიტერიუმი, რომ გადავამოწმო ხონამდვილად ბაღში მიმყავს და სადმე სხვაგან ხო არ მიმყავს. ამაზე ვისაუბრეთ, კიდევ ავტორიზაციის კომპონენტი იყო მნიშვნელოვანი, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ ყველას ვალდებულება გახდა. ავტორიზაციის კომპონენტს რაც შეეხება, ეს ცოტა შემოვლითი თემით უნდა გავაკეთოთ. ეხლა სხვა კომპონენტებს ჩამოვთვლი და ნინო გააგრძელებს ავტორიზაციის ნაწილზე. კი. თუმცა მე აი ძალიან მაინტერესებს, ახლა თქვენ ძალიან ვსვათ ყვებით რა და გასით აუცილებლად ხო, თუმცა მე აქ მაინტერესებს არა მარტო კერძოს უპირატესობებზე საუბარი, არამედ ჩვენ საზოგადოებას რო ვანახოთ ამ შემთხვევაში დადებითი მხარე სახელმწიფო საჯარო ასე ვთქვათ სექტორისაც, ხო? კი. ერთადერთი პირველი უპირატესობა რაც ვქი ეს იყო ბავშვების რაოდენობა და ეს ცალსახად არის და ამას ნამდვილად ვერ წავარცმევთ კერძო ბაღებს. შემდეგი კრიტერიუმები რის მიხედვითაც შეიძლება შევაფასოთ. ანუ პირველი გადავამოწმე რომ სიაში არის. მერე მოდის აღზრდის მიმართულების კრიტერიუმები, ხო? კვების მოწესრიგება როგორი არის და აქ მე რაც მქონია შეხება და მე რაც მქონია გამოცდილება რომ მენიუებისთვის გადამეხედა საჯარო ბაღები აშკარად უპირატეს მდგომარეობაში არიან. მარიამ ბოდიში. ამაზე ინფორმაციას უშუალოდ ბაღში იღებს მშობელი. უშუალოდ ბაღში იღებს ინფორმაციას. და აქ არ არის მნიშვნელოვანი, ანუ რაზე გავაკეთოთ აქცენტი, როგორ შევაფასო კვება სწორი არის თუ არა, იმიტომ რომ შეიძლება მე არ ვიყო ნუტრიციოლოგი და არ ვიცოდე ბავშვს რა უნდა ვაჭამო. აქ არის მთავრობის დადგენილება ისე ვამბობ და 9 საათიანი საბავშვო ბაღის სერვისის ფარგლებში უნდა იყოს 2 ძირითადი კვება და 2 წახემსების სახით მიწოდებული კვება აუცილებლად და ბაღებში აუცილებელი და სავალდებულო არის ბავშვების კვება. მიუხედავად იმისა, რამდენი საათი რჩებიან. უბრალოდ რაოდენობა განსხვავდება კვების მიწოდების, თორე კვება ყველგან სავალდებულო არის 3 საათამდეც თუ არის ხანგრძლივობა ბავშვის დატოვების, ამ შემთხვევაშიც ერთი კვება მაინც უნდა მიეწოდებოდეს. შემდეგი კრიტერიუმი არის ხანგრძლივობა და საჯარო ბაღი ვალდებული არის, რომ 9 საათიანი მომსახურება მიაწოდოს ბავშვებს ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა. კერძო ბაღს შეუძლია, რომ შეამციროს ეს საათების რაოდენობა და ნაკლებად ან მეტად გაზარდოს და დატვირთოს. შემდეგი კრიტერიუმი ასევე ხელშესახები რაც არის და რაც აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მშობლებმა, ეს არის ინფრასტრუქტურული მოწესრიგება. ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებაზე ცალსახად ხაზს გავუსვამდი, რომ სავალდებულო არის ეზო კონდეს საბავშვო ბაღს, იმიტომ რომ ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე გარეთ ეზოში თამაში არის მათი განვითარების წინაპირობა და ამის გარეშე უბრალოდ გამორიცხული არის, რომ სრულფასოვანი გარემო შევთავაზოთ ბავშვებს. დიდი აივანი ჩაითვლება კერძო ბაღებში. შესაძლებელია ამ ეტაპზე ავტორიზაციის სტანდარტის დაშვებული არის, რომ დიდი აივანი შეიძლება ჩაითვალოს და დაწესებული არის, რომ ერთ ბავშვზე 3 კვადრატი უნდა იყოს ღია სივრცე, შეიძლება იყოს აივნის, ეზოს, ვერანდის, ჯამის შეთავსება და ჯამურად უნდა იყოს ერთ ბავშვზე 3 კვადრატული მეტრი ფართი დათმობილი. კიდევ რითი შეიძლება შევადაროთ კონკურენტუნარიანობა ამ ბაღების, ხილულიდან გადავიდეთ ახლა ცოტა უხილავ კრიტერიუმებზე. თქვენი აზრით თქვენი ღირებულება თუ არის, მაგალითად ტოლერანტული ღირებულებებით თუ გინდათ რომ თქვენი შვილი აღზარდოთ. შესაძლებელია სადმე მოვიძიოთ, რომ ბაღს აქვს თუ არა ტოლერანტობა თავის ღირებულებად? ხო, აი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ეს კომპონენტი, ცალსახად მნიშვნელოვანი არის. თუ კარგი საზოგადოების მშენებლობა გვინდა, კი, ეს ინფორმაცია სად მოვიძიო, სად შეოფოს და როგორ ის კრიტერიუმი როგორ გავიგო ტოლერანტულია თუ არა. აი ესე ცდისა და შეცდომის მეთოდით არ გამოგვივა, იმიტომ რომ ბავშვი გაიზრდება და 6 წლისას რომ შევხედავთ რომ ტოლერანტული ღირებულებები არ აქვს, თავიდან ვერ შევიყვანთ ბაღში. ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არახელშესახები ღირებულება, რის მიხედვითაც შეიძლება რომ საბავშვო ბაღი აარჩიოს მშობელმა. საბავშვო ბაღებს ვალდებულება აქვთ რომ განსაზღვრული ჰქონდეთ მისია და ეს არის რომ რას ვემსახურები საერთოდ
საბავშვო ბაღებს უნდა ქონდეთ განსაზღვრული თავისი ღირებულებები? შეკითხვა მაქვს ახლა. ყველას ინდივიდუალურად. ყველას ამის ინდივიდუალურად. სიას და ღირებულებების დოკუმენტირებას ახდენენ. სავალდებულო იქნება სავარაუდო. სავალდებულო არის და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უნდა იყოს. გადავიდა იურიდიულ თემაში. თვალიანად იურიდიული მოწესრიგება და ვალდებულებები აქვს, მაგრამ მე გულისხმობ ხელმისაწვდომობას. მასე მონაცემთა დაცვის მიმართულებითაც არის ვალდებულება, რომ შემატყოვინო ჩემი შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, მაგრამ ისეთ ადგილზეა შეტენილი ეს დოკუმენტი, რომ სულ რო გინოდეს ვერ იპოვი. და რო დაგჭირდება მე და სადაოდ გახდი, გამოაძვრენ სადღაც ფოლდერის ფაილის ტექსტშია და რამე როგორც ხდები ერთიანი პორტალი, სადაც შეიძლება შევიდე ელექტრონულად და ეს ინფორმაცია მიიღო, არ არსებობს და ესე ინდივიდუალურად მიწევს. სამი ბაღი თუ მომეწონა, სამს ვიკლებ ინდივიდუალურად. მათ ძირითადად სოციალურ ქსელებში ათავსებენ ხოლმე ამ ინფორმაციას, რადგან ვებგვერდები არ არის ბაღებში და არ არის სავალდებულო მოთხოვნა, ამიტომ უმეტესობას არ აქვს. ისე ვიქით მივიდივართ რა კონკურენციის ამბავზე. თუ მინდა რომ კონკურენტუნარიანი, თუ კონკურენცია მოხდა კარგი ვიყო, უფრო უნდა ჩანდე კიდევაც, ხო? და ინფორმაციას გაძლევდე რაღაც რეპუტაციულად ძლიერი ვიყო ამ მიმართულებით. მე შეიძლება ერთი კითხვა დავუსვა ვებსაიტ დღეს ვსაუბრობთ რეალურად ან თქვენი ექსპერტიზა ფანტასტიკური რა ვიცი აი მეც მივიღე ძალიან ბევრი ინფორმაცია იმიტომ რომ მცირეწლოვანი მყავს მეც და ბაღში დადის რა და ეხლა რომ გამოიყვანო ბაღი პირიქით სხვადასხვა საჯარო მადლობას გადაუხდი ამ საჯარო ნომერ 4 ასე ვთქვათ საჯარო ბაღს რა იმიტომ რომ ყველანაირი სტერეოტიპი და ეხლა ამ რეგისტრაციაზე მეოთხე ბაღში იქნება რიგები ხო არ ვიცი მაგრამ მე მართლა გულახდილად ვამბობ ამას ყველანაირი სტერეოტიპი დაიმსხვრა ასე ვთქვათ რა და თქვენ ცენტრზე მინდა რომ კითხოთ რა და ორიოდი სიტყვით რომ გავაცნოთ ჩვენს აუდიტორიას თქვენი ცენტრის შესახებ რო გითხრათ და თამითმეტი ზაფხული მოდის ხო ანუ აი რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ რაღაც აქტივობების დაგეგმვა თქვენთან თქვენ ცენტრში და ნუ მეტი ინფორმაცია გავაშკაროთ სანამ ამ საკითხზე გადახვალთ რა საკეთებთ მე მინდა ორი სიტყვით ვთქვათ რა საკეთებდით მანამდე და რატომ უნდა გენდოთ ხალხი? საერთოდ რატომ ხართ აქ? რატომ თქვენ? მაგასაც მოვყვებით, ძალიან გვიყვარს და გვიამაყება ჩვენი წარსული ისტორია, ამიტომ სიამოვნებით გაგიზიარებთ. მარიამ ახსენა რომ 2016 წელს მიღებული იქნა კანონი და 17-18 წელში ძირითადი რეგულაციები. მაგრამ რეალურად როგორც ხდება ხოლმე ამ რეგულაციების აღსრულება რომ მოხდეს, უნდა იყოს ვინმე მაკონტროლებელი, ვინც გადაამოწმებს სრულდება თუ არა რეგულაცია და თუ არ სრულდება, მაშინ რაღაცა ამას მოყვება, რაღაც ქმედება. სხვა შემთხვევაში ვრჩებით ადამიანის კეთილსინდისიერების იმედად და ნუ სამწუხაროდ სტატისტიკურად უფრო ნაკლები რაოდენობით ყავს ესეთი ბიზნეს ოპერატორები ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ 2022 წელს დაიწყო რეფორმა, რომელიც უკავშირდებოდა ავტორიზაციის განხორციელებას და ავტორიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ იმ კრიტერიუმებით, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ და ჩამოვთვალეთ, ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით უნდა შემოწმდეს ყველა ბაღი საქართველოში, რომელიც არის იმ რეესტრში მოცემული, რომელიც აღირიცხა 2022-23 წლებში. ვინ ამოწმებს? ხარისხის ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მათ ყავთ ექსპერტები, 4 მიმართულებით არიან შერჩეული ეს ექსპერტები. ერთი ექსპერტი არის კვების, რომელიც კვების ხაზს ამოწმებს, მეორე არის სანიტარია ჰიგიენის, რომელიც სანიტარია ჰიგიენის ხაზს ამოწმებს, მესამე არის კურიკულუმის ექსპერტი, რომელიც საგანმანათლებლო კომპონენტს ამოწმებს და მეოთხე არის ხარისხის ექსპერტი, რომელიც ამოწმებს აი ამ მის სიახლე ღირებულებებს, ინსტიტუციურად რამდენად მდგრადია ბაღი, აი ამის შესწავლას ახორციელებს. შეკითხვა მაქვს. 22-ში შევიდა ეს ცვლილება, ხო? მანამდე ბაღები იქნებოდა, სავალდებულო გახდა, რომ ავტორიზაცია გაიარონ. სავალდებულო რომ ავტორიზაცია. დღეს თუ მომინდება ბაღის გახსნა, შე რო ქონდა იდეა ბაღი გახსნა. ავტორიზაციის კონსულტაციაზე ჩვენთან. ავტორიზაციის გარეშე ვერ უნდა გავხსნა, ხომ წესით? ვერა. მაგრამ თუ გავხსენი, აქ გადამოწების ერთადერთი მექანიზმი მშობელი რომ მიხვდეს კარგი ბაღი მაქვს თუ არა არის ის რეესტრში გადამოწება. კი, ბატონო, კი, ეს არის და სწორედ ამითაც განსხვავდება ახლა ცოტა ბიზნესის კუთხითაც თუ გვინდა რომ შევეხოთ რადგან საქმიანი და ბიზნეს პოდკასტია, ამასაც ვიტყვი რომ აი ბაღის დაფუძნება მაგით განსხვავდება სხვა ნებისმიერი ბიზნესის წამოწყების გარო, სხვაგან თუ შეგიძლია იურიდიული ორგანიზაცია უბრალოდ დააფუძნო რეესტრში და მეორე დღეს დაიწყო საქმიანობა, აქ ესეთი რაღაც არ შეგიძლია, იმიტომ რომ რო დააფუძნებ ორგანიზაციას, მერე უნდა გაიაროს ავტორიზაციის მოპოვების პროცედურა, ამის შესაბამისად უნდა მოემზადო, ამისთვის შესაბამისი დრო და თანხები უნდა გამოყო და ამ მხოლოდ გარკვეული შემოწმების შემდეგ მიიღებ ამ უფლებას. მივედით და პლუსებზე და მინუსებზე ვსაუბრობთ კერძო და საჯარო ბაღების. რესურსი და საშუალება რომელიც უფრო მეტი აქვს, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს საჯაროს თუ კერძოს. რაც უფრო ბევრი
სართული მაქვს, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილება ამის უფრო მარტივად შემიძლია, მაგრამ აქეთ სახელმწიფო არის, რომელიც ვალდებულია მის მიერ მიღებული კანონმდებლობა დანერგოს და იმპლემენტაცია მოახდინოს და იქით კერძო ბაღია, რომელიც ყველა ვიცით რა მდგომარეობა იყო, ყველა ორსართულიან სახლში საბავშვო ბაღი იყო გახსნილი. და სხვათა შორის აი ამ რეფორმამ ისიც დააფორსირა, რომ რიგი ბაღებისა თვითონ გავიდნენ სისტემიდან. ანუ მას შემდეგ ვერ ასრულებდნენ. ანუ რომ გაეცნენ ამ მოთხოვნებს და მიხვდნენ, რომ ამას ვერ დააკმაყოფილებდნენ, თვითონვე დატოვეს სივრცე. მაგრამ იქნებოდნენ ვიღაცებიც, ვინც გარისკეს და დარჩნენ ალბათ. კი, რა თქმა უნდა, კი. თვითონ რეფორმა ძალიან ასე ვთქვათ დადებითი მიდგომებით გამოირჩეოდა იმ კუთხით, რომ მისცა დრო და საშუალება ყველა მსურველს, რომ მორგებოდა მოთხოვნებს. ძალიან ცოტა დრო გრჩება და გითხარით თქვენ რა მომსახურებას თავაზობთ. მე ვიცი რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებში ჩართული იყავით ორივე მიმართულების ხელმძღვანელები. კი ბატონო. ანუ ძალიან მაღალი ექსპერტიზა. ხო, და ჩვენ გადაცემას სხვათა შორის აღმოჩნდა, არც ერთი ისეთი სტუმარი არ მოდის, ვინც თავის სფეროში საუკეთესო არ არის და ასე რომ დრონის სამადობით. ნამდვილად. კი, ჩვენ გქონდა პატივი, რომ ყოფილიყავით ჩართული ამ პროცესებში და ის რეგულაციები, რაზეც საუბრობდით და ავტორიზაციის მთელი საკანონმდებლო ბაზა არის ჩვენი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით მიღებული, ასე რომ მადლობა თქვენ რომ ჯამთელი თავი საკითხიც ჩავდეთ და ჩავამატეთ ამასაც ვიტყვი და აღნიშნავ რაც მანამდე არ იყო, მაგრამ ჩავთვალეთ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად ის რომ პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია ბაღში უნდა ჰქონდეს ყველას. არა მარტო ერთთანს, არამედ ყველა ადამიანს, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება. ხო. ჩვენს ორგანიზაციაზე გადავიდეთ. ჩვენი ორგანიზაცია არის სივრცე განვითარებისთვის ჩვენთან ერთად და ჩვენი მისია არის ასეთი რომ ჩვენ ვიწვევთ პოზიტიურ ცვლილებებს. ძირითადი მიმართულება, რაც გვინდა რომ ავიღოთ ჩვენს ორგანიზაციაში, ეს არის პიროვნული და ორგანიზაციული განვითარება. ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, სხვადასხვა დაწესებულებებს, არა მარტო სკოლამდელს, არამედ სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, მათ შორის სკოლებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, განათლების სფეროსთან დაკავშირებულ მომსახურებებზე, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე და ზოგადად მათი ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. ასევე პერსონალის გადამზადების მიმართულებით გვაქვს ტრენინგები და გვაქვს ინდივიდუალური ტრენინგების ჭრილი, სადაც ადამიანები თვითონ აფინანსებენ თავის განათლებას, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტრენინგი და თუ მათ ჭირდებათ და ფიქრობენ რომ კომპეტენციის ამაღლება სჭირდებათ კონკრეტული მიმართულებით, ამას უკვე ასე ვთქვათ პიროვნული თავის დაფინანსებით ახორციელებენ თავისი პროფესიის გაზრდას. კი, სრული აუთსორსია, მათ შორის ჭირდება რაღაცების მოწესრიგება. ჭირდება რაღაც იურიდიული თემების მოწესრიგება, მონაცემთა დაცვის მოწესრიგება, DPT კონსალტინგი და ზოგადად ბაღის ოპერირებასთან დაკავშირებით თავისუფლად შემიძლია მივანდო ეს აი ბაღის ოპერირებასთან დაკავშირებით, კი, აი ძირითადად ხშირად დაშვებული შეცდომები რაც არის ხოლმე, როდესაც ჩვენთან მოდიან ორგანიზაციები და უნდათ ამ კონსულტაციის გავლა, არის სწორედ ეს, რომ არ იცნობენ ამ რეგულაციებს და ისე ქირავენ შენობას, ისე აყავთ პერსონალი, ისე ყიდულობენ რესურსებს და ეს ყველაფერი მე უხდებათ გადმოსაკეთებელი და ძალიან დიდ ფინანსურ და დროით დანახარჯებს უკავშირდება. ავტორიზაციის პროცესში ყოფილვარ და სხვა ბაღი არ იყო და იყო გადამზადების კურსი, მაგრამ იმხელა მოთხოვნები და ვალდებულებები, რომ არ არის ისე მარტივი კონსულტანტის გარეშე ამ პროცესის გავლა. კი, ამიტომ ჯობია ერთსაათიანი კონსულტაცია თუნდაც იმიტომ, რომ ზოგადი წარმოდგენა შეექმნას ბიზნესს რა გზის გავლა მოუწევს, ამ სფეროში რომ შემოვიდეს და ბაღი დააფუძნოს და განახორციელოს და მე უკვე რა თქმა უნდა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. მე მგონი მნიშვნელოვანი. და რჩევებამდე რჩევები და ამით ვასრულებთ. რჩევებამდე ერთ წუთს კიდე გთხოვთ და გვინდა რომ მოგიყვეთ ასევე ჩვენს პროგრამაზე ჯუნიზე, რომელზეც მარიამი ისაუბრებს. მნიშვნელოვანი. ჯუნი ესეთი ცოტა ცნობილი არის ჩვენს ახლო საზოგადოებაში და ფართო საზოგადოება არ იცნობს ჯუნის. ჯუნი ეს არის ჯადოსნური უნარების ნაკრები. და რა იყო მთავარი რის გამოც დავიწყეთ ეს ჯადოსნური უნარების ნაკრები. თქვენი აზრით რა არის ჯადოსნური უნარები? რა შეიძლება იყოს? უნარები არის კრიტიკული აზროვნება. მათ შორის კრიტიკული აზროვნებაც. ჯუნის დაწყება და ჯუნის პროგრამის შემუშავება გამოიწვია ზუსტად იმ დეფიციტმა და დანაკლისმა, რომელიც ჰქონდათ მშობლებს
და რომელიც ჰქონდათ ახალგაზრდებს და ბავშვებს, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, ან საბავშვო ბაღს ამთავრებენ და ბაღის საგანმანათლებლო მიმართულების ძირითადი დანიშნულება ზუსტად ეს არის, რომ ვისწავლო ნივთების გაზიარება, ვისწავლო დამოუკიდებელი ქცევა, ვისწავლო საკუთარი აზრის გამოხატვა, ვისწავლო არჩევანის გაკეთება, ვისწავლო ემოციების მართვა და რეგულირება და ასე შემდეგ, მათ შორის კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება და ასე შემდეგ და რომ დავინახეთ, რომ ეს დეფიციტი არის და ძალიან ბევრ მშობელს და ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს ამ უნარების გამოვლენა და მშობლებს დანაკლისის შეგრძნება აქვთ, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროგრამის შემუშავება, რომელიც აბსოლუტურად ქართულ რეალობაზე არის მორგებული და საერთაშორისო გამოცდილება არის გათვალისწინებული და სწორედ ამას დავარქვით ჯადოსნური უნარების ნაკრები. ჯადოსნური უნარების ნაკრების კურსზე 5 წლიდან 17 წლამდე მოზარდებს ვიღებთ. სპეცჯგუფს გავაკეთებთ. სპეცჯგუფს გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს პროგრამა რო დავაანონსეთ, ყველა ჩვენი ასაკის და ჩვენი თაობის მეგობრების სურვილი იყო, რომ ჩვენ აი ხა მშობლები გისმენენ და როგორ დავარეგისტრირებთ? ჩვენს გვერდზე, ჩვენთან ერთად ქართულად, ინგლისურად არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სოციალურ ქსელში შეგიძლიათ და აუცილებლად მოგწერეთ და დარეგისტრირდეთ, იმიტომ რომ საზაფხულო ჯგუფი უკვე შევსებული არის და სექტემბრიდან დავიწყებთ. ხანგრძლივობა რამხელა არის? ეს არის კვირაში ერთი დღე იქნება, შაბათს ან კვირას მშობლის არჩევანიდან გამომდინარე და არის მთელ წელზე გათვლილი ესეთი კომპლექსური კურსი არის, თუმცა სამთვიანი ინტერვალებით შეუძლიათ რომ აიღონ და მოსინჯონ, როცა დამაშავებანი და კარგი სერვისი ადამიანში ზოგადად ბავშვი აი აღმოაჩინო ის ნიჭი, მართლა ის ნიჭიც აქვს და მე კიდევ მგონია რომ თავარია ბავშვი ადამიანი აღმოაჩინო და თანაბრად მოექცე და მშობელს რაც ევალება მისცეს შესაძლებლობები და ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ეხლა რაზეც თქვენი საუბრეთ. მე ვამბობ ხოლმე ბავშვიც ადამიანია. ბავშვი არის ადამიანი, ჩვენც ადამიანი. მეგობრებო, უდიდესი მადლობა აი ესეთი მაღალი ექსპერტიზისთვის, ძალიან სასარგებლო რჩევებისთვის, რომელიც აბსოლუტურად, რა ვიცი, მე ახლა მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველა მშობლის ყურადღება მიფროთ ხევანდელმა ჩვენმა თემამ რა და განსაკუთრებული მადლობა ამ შემთხვევაში DPT Consulting და ჯონი ჯონიაძეს. ჩვენთან ერთად იყვნენ მარიამ გოგინაშვილი და ნინო ხითარიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. აუცილებლად მე ვერ ამოვწურე აშკარად. ხო, იმიტომ რომ რეკომენდაციების გარეშე დავჭირდა და დაგველოდეთ შემდგომ. აუცილებლად ხო, რაღაცა აი კონცენტრირებულად გავაკეთებთ კონკრეტულ თემაზე და აუცილებლად ეხლავე გიწევთ უკვე მომდევნო პოდკასტში და ძალიან დიდი მადლობა მაყურებლებო, მსმენელებო, ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო კვირას სამშაბათს. გისურვებთ კარგ უქმეებს, დადებით პოზიტიურ უქმეებს. მადლობა რომ გვიყურებთ. მეც უსურვებ საინტერესო IT Tech, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.